გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც იმის გარდა რომ საინტერესოა, მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენთაგანი განიცდის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს რეგიონში. ამიტომ თანმიმდევრობით მივხვდეთ რა მდგომარეობა, რას შეიძლება მოველოდეთ და რა გვჭირდება ჩვენ ქართველებს იმისათვის, რომ ნაკლებად დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა. დავიწყებ იმით, რომ იყო ასეთი ებრაელი ფსიქოლოგი კორტ ზადაკ-ლევიენი, ტავისტოკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ის 1933 წელს ნაცისტური გერმანიიდან შეერთებულ შტატებში გაიქცა. მან შექმნა ეს ტავისტოკის ინსტიტუტი და შექმნა თავისი ნაშრომი, რომლის ერთ-ერთი ასპექტი ფსიქოლოგიური ომების პროგრამების შემუშავებას ეხება. უაღრესად განათლებული ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ ხშირად ნიჭს იყენებენ არა ადამიანების და საზოგადოებების ან კაცობრიობის სასარგებლოდ. ამიტომ დღეს ამაზეც ვისაუბრებთ. მისი ნაშრომის აზრი იმას ეფუძნებოდა, რომ ხალხისა და საზოგადოების და ზოგადად საზოგადოების მორალის შესამცირებლად ხაზს უსვამს მორალის შესამცირებლად. აუცილებელია ადამიანების გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა და მათი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება, რათა მათ არასოდეს არ უნდა სცოდნოდათ საკუთარი სიტუაცია, ან საერთოდ რის მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. ასეთ პირობებში ისინიც კი, ვისაც მკაფიო მიზნები აქვთ და რისკზე წასვლა შეუძლიათ ან სურთ, შინაგანი კონფლიქტით პარალიზებული ხდებიან. თქვენ გიფიქრიათ ამაზე საერთოდ? აი წარმოიდგინეთ, თითქმის საუკუნის წინ ამ ადამიანმა არათუ იფიქრა ამ მიმართულებით, არამედ ჩამოაყალიბა თავისი კონცეფცია და შექმნა და თავისი მოქმედების გეგმა თავის თანამოაზრეებთან ერთად. და თუ ადამიანებს მოლოდინი აქვთ, მაგრამ ამავე დროს გაურკვევლობაში არიან, მაშინ ისინიც კი, ვისაც მკაფიო მიზნები აქვთ და რისკზე წასვლა სურთ, ან შეუძლიათ რისკზე წასვლა ზოგადად, შინაგანი კონფლიქტით პარალიზებული ხდებიან. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენება თანამედროვე მედიების მიერ, რომლებიც საზოგადოებას მუდმივ გაურკვევლობასა და აპათიის მდგომარეობაში ამყოფებენ. იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი თითქოს კარგად ჩანს, ამავდროულად ყველაფერი ძალზე ცუდადაა. მაგრამ ამ მეთოდს ამავე დროს ბუმერანგის პოტენციალიც გააჩნია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებას თავს ახოლენ სხვა მოცემულობასა და ადაპტირებას. მას შეუძლია ასევე უკუშედეგი მოუტანოს საზოგადოებას და განსაკუთრებით მათ, ვინც საზოგადოებას ამ გაურკვევლობაში ამყოფებდა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია საქართველოს უახლოესი ისტორია. რა გვინდა სადმე ძებნა, როდესაც ზუსტად იგივე ექსპერიმენტი განახორციელეს საქართველოში ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე. მას შემდეგ, რაც შევარდნაძე დააბრუნეს საქართველოში. როდესაც ვამბობ დააბრუნესო, ეს შემთხვევითი ნათქვამი სიტყვა არ არის. არც კლინობითი ფორმაა. ის დააბრუნეს საქართველოში და ამაზე ვისაუბრია ჩვენ არაერთხელ. და მისი დაბრუნების შემდეგ, როდესაც დაანგრეულ და გაპარტახებულ საქართველოში, დაანგრეულ მრეწველობასა და ეკონომიკაში, საზოგადოებაში სრული ქაოსი სუფევდა. ეს იყო ექსპერიმენტი ქართულ სახელმწიფოზე. თუმცა მაშინ მხოლოდ მცდელობა იყო სახელმწიფოს შეგექმნა, რომელიც მანამდე რამდენიმე ათეული წელი არ ჰქონია. მაგრამ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ის მძიმე პერიოდი, ისე გაგო და ისეთი შეთანხმება ქონდა საზოგადოებას ერთმანეთში, რომ ადვილად გადაგვეტანა ყველა ის გამოწვევები და ადვილად გამკლავებოდით ყველა იმ გარეთ თუ შიდა გამოწვევებს, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას საზოგადოება დაწყნარებული იყო, დამშვიდებული იყო და აღშენებულობის გზას დარდგომოდა. პირიქით, მაშინ დაიწყო საქართველოში რამდენიმე ექსპერიმენტი ერთდროულად. ეს იყო ექსპერიმენტი ქართულ სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე. შედეგი, რაც მოხდა, თქვენც კარგად გახსოვთ. მე ვგულისხმობ მათ, ვინც კარგად აზროვნებს და ზომბირებული არ არის დასავლური იდეოლოგიით. მათ მე ვერ გამოვასწორებ, ვერ ვიღებ საკუთარ თავზე თქვა, რომ
მე შევძლებდა მათ გამოვასწორებ, იმიტომ რომ უკვე ისეთი გადახრებია, რომ შეუძლებელია ეს რამდენიმე თვეში და თუნდაც რამდენიმე წელიწადში მოახერხო. კურტ ზადაკ ლევიენის და მისი გუნდის მიერ შემუშავებული იქნა კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავისთვის იმდენი ცვლილებების იძულებას, რომ ცნობიერებაში კრიტიკული მასა მიიღწევა და ფსიქიკა უარს ამბობს ამ ცვლილებების წინააღმდეგობაზე. ამრიგად ინდივიდი თანხმდება და იღებს აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ადრე მათში ზისხსა და წინააღმდეგობას იწვევდა. ანუ რაც ადრე მიუღებელი და უარყოფილი იყო ადამიანის მიერ, ახლა ის უკვე ყველაფერს იღებდა. ანუ მას რა ქვია? დიახ, ნებელობის დაქვეითება და იმისი მიღება, რაც ადრე სრულიად მიუღებელი იყო. ამ ინსტიტუტის მიერ შემუშავდა სოციალური ტურბულენტობის თეორიაც, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი უკმაყოფილების შემსუბუქება შესაძლებელია ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ხელოვნური ენერგიის დეფიციტი, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები და თქვენ წარმოიდგინეთ ტერორისტული თავდასხმებიც. ამის მიზანია ადამიანები აიძულონ, თავი დააღწიონ რეალობას და სიამოვნება იპოვონ პოპულარულ გართობაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რომ იტყვიან ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ და მიხართ ადამიანები. ხომ არ გეცნობათ ეს თქვენს? ანუ ეს არის ღრეობა ჭირის დროს. Пир во время чумы, როგორც რუსეთში ამბობენ. ასე არ ვიყავით? პრაქტიკულად 90-იან წლებში სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და სრულდებოდა და რომელიც ჯერ კიდევ რომ ვიტყვიან დაუსრულებელ ფაზაში იყო გადასული, როდესაც საბრძოლო მოქმედებებიდან გადავედით სოციალური დაჯგუფებებში, სადაც უკვე პატარ-პატარა ჯგუფები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ეს იყო სრულიად დაუსრულებელი პროცესი, ამდენი მტრობა, განუკითხაობა, ამას მოყვა მერე სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ გაძარცვა, ხურდობა, ადამიანების ქუჩაში დახუცვა, რაღაცა სრულიად კაპიკების გულისთვის და ესე დაჯგუფებებად საზოგადოების სრული დანაწევრება, უბანი უბანზე და ქუჩა ქუჩაზე. აი ეს იყო რეალობა, რაც იყო განერგილი. ამის შემდეგ დაიწყო სათამაშო ინდუსტრია და გაიხსნა კაზინოები და თუ კი ვინმე რამეს შეულობდა, ან იპარავდა, ან აყაჩაღებდა და ძარცვავდა, ყველაფერს ყრიდნენ კაზინოებში. დღესაც ასეა პრინციპში, მაგრამ დღეს უკვე რაღაცა ეთქობა რეგულირების ფორმა სხვაა და ეს ნაკლებად ჩანს. ხო და ამ სტრატეგიული ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფში შედიოდნენ ჯონ როლინგსი, რისი, ერიკი, ტრეისი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი რიჩარდ ჰელმსი და MK Ultras პროექტის ხელმძღვანელი ამერიკელი ქიმიკოსი და ჯაშუშობის ოსტატი, უნგრელი ებრაელი სიდნი გოდლი. აი ეს ჯგუფი იყო, რომლებიც ქმნიდნენ სხვადასხვა პროგრამებს და აზომბირებდნენ სხვადასხვა საზოგადოებებს, მაგრამ მთავარი მიზანი იყო ეს საზოგადოება უნდა ყოფილიყო გაურკვეველ მდგომარეობაში. და როდესაც ადამიანები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, ისე როგორც დღეს არის ჩვენთან საქართველოში, ადვილად მოწყვლადები არიან, ადვილად მართვადები არიან და თუ პატარა ყურადღებას მიაქცევ, ან გაითამაშებს ვინმე რომ ყურადღებას აქცევს, ისინი მაშინვე ხდებიან კიდევ უფრო მოწყვლადები და მიყვებიან ამ ადამიანს. რაც მოგვივიდა ეს შევარდნაძის შემდეგ, როდესაც ვაის გავეყარეთ და ვის შევეყარეთ და რაც მოგვივიდა სააკაშვილის შემდეგ და ისევ ვაის გავეყარეთ და ვის შევეყარეთ. აი ეს არის ეს თამაში, როდესაც გაურკვევლობაში ყავს მთელი საზოგადოებები, ისინი მოწყვლადები ხდებიან და ადვილად მანიპულირებადი არიან. აი ეს არის თავარი პოსტულატი ამ ინსტიტუტის შემოქმედებისა. ეს სპეციალისტები პირველები იყვნენ პრაქტიკულად ვინ შენიშნეს ადამიანების პარანორმალური შესაძლებლობების სამხედრო თვალსაზრისით გამოყენება მათი სამხედრო მიზნებისთვის.
მათ როდესაც ეს პოტენციალი დაინახეს, იყვნენ პიონერები პრაქტიკულად, ვინც ამისი დანერგვა დაიწყო რეალურ პროცესებზე. ისინი ასევე პიონერები იყვნენ, როდესაც ქმნიდნენ ისეთ ქიმიკატებს, რომლებიც ასტიმულირებდნენ განსაკუთრებულ ფსიქიკურ შესაძლებლობებს. სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალი და პიონერები იყვნენ ქიმიკატების შემუშავებაში, რომლითაც ასტიმულირებდნენ ადამიანის შესაძლებლობებს. სამხედროებისთვის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოებისთვის ეს პირდაპირ მისწრება იყო და მნიშვნელოვანი იყო იმისი გაგება, თუ როგორ წაეშალათ გარკვეული ტიპის მეხსიერება ადამიანის მეხსიერებიდან. თანაც ისე, რომ ადამიანს მომავალში არასოდეს გახსენებოდა რაღაცა მოვლენა, ფაქტი, ან მის მიერვე შესრულებული ზოგიერთი დავალება. ან როგორ ჩაენერგათ ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელ ადამიანში ვინმეს მკვლელობის დაუძლეველი სურვილი. თანაც ისე, რომ მას გაცნობიერებული არ ქონოდა ეს განწყობა და რომელსაც აამოქმედებდა რაიმე კოდური სიტყვის გამოყენებით, ან კოდური სიტყვის გაგონების შემთხვევაში, ან კოდის გამოსახულების დანახვის დროს. ანუ ისეთ პროცესში შეძლოთ ადამიანის შეყვანა, ან რაიმე კოდური სიტყვა, ან რაიმე კოდური გამოსახულება, როდესაც დაინახავდა ადამიანი, მაშინვე იწყებდა მოქმედებას. თქვენ წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდა ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მათ ინსტიტუტში, რომელიც სრულიად იყო გამოყენებული პრაქტიკულად 50-იანი, 60-იანი, 70-იანი და ასე შემდეგ წლები და დღემდე. დიახ, დღემდე იყენებენ ამას. თუ წარმოგიდგენიათ, ადამიანები ისე განახორციელებდნენ მკვლელობას, რომ ამას ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათ ეს ჩაიდინეს. სხვათა შორის ადამიანების მანიპულირების მსგავსი მეთოდი ნაჩვენებია ცნობილ ფილმში მანჯურიელი კანდიდატი. შეგიძლიათ ნახოთ. საკმაოდ საინტერესოა სხვათა შორის. უნდა გითხრათ, რომ ეს იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, თუ არა ყველაზე წამყვანი ინსტიტუტი ტვინის გამორეცხვაში, რომელიც კარგად გამოიყენეს საბჭოთა კავშირის ხალხებზე და მათ შორის სსრფ-ის დანგრევის შემდეგაც. დიახ. და ამით დავიწყე სწორედ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩვენ ვიყავით მიზანში ამოღებული, ისევე როგორც რუსეთი, ისევე როგორც უკრაინა, აი ის რაც დღეს ხდება, მაშინ ჩაეყარა საფუძველი. როგორ შეაძულეს ერთმორწმუნე მოძმე ხალხს და პრაქტიკულად ერთხალს ერთმანეთი ისე, რომ გაიმეტეს სასიკვდილოდ და ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ეს არის შეფარული გენოციდი სლავური ერის. ისევე როგორც მოგვექცნენ ჩვენ და ჩვენთან კიდევ უფრო ადრე დაიწყეს, იმიტომ რომ პატარა და მოწყვლადი რესპუბლიკა ვიყავით და ეს ჩანერგილი იყო და როგორც კი მიეცათ საშუალება, ეს პროცესი აი ასე აამოქმედეს. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხალხი იყო დასაქმებულ დაფურებული უფასო განათლებით და უფასო მედიცინით, უფასო საცხოვრისით და ჯანდაცვით. უამრავი სხვა უპირატესობით, რომელიც დღემდე არ გააჩნიათ ეგრეთ წოდებულ საქებარ დასავლეთში, დასავლურ სამყაროში. მაგრამ ამის შეფასების უნარი დაკარგეს ადამიანებმა ძალიან მოკლე დროში. იმიტომ რომ ეს ზემოქმედება იყო ძალიან ძლიერი. საბჭოთა კავშირის დანგრევამდე რამდენიმე წლის მანძილზე იყენებდნენ ამას, აი გორბაჩოვის მოსვლიდან პრაქტიკულად მაშინვე დაიწყეს ეს პროცესი და საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, ეს იყო კულმინაცია, როდესაც მიაღწიეს ამას და შემდეგაც თითქმის 2000 წელი ვერ გამოვიდა მოსახლეობა ამ მდგომარეობიდან და ამას დაჭირდა სერიოზული ძალისხმევა და დრო, რა თქმა უნდა, რომ უკვე თაობა შეიცვალა და თითქოს უკვე სხვა თვალით შეხედეს იმ პროცესებს, რომლებშიც უფროსი თაობა პირველ რიგში უფროსი თაობა აღმოჩნდა. და საინტერესო ის არის, რომ ეს შეფასების უნარი ისე დაიკარგა და ისეთ რამეში გაიცვალა, რომელიც წარმოუდგენელი იყო, რომ ამას შეელეოდა ასე მარტივად ადამიანი. თურმე იმისთვის, რომ დაგეგრია ის სახელმწიფო,
რომ ჯინსები და კოკა-კოლა არ ქონდა. ესეც უტრირებ რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ამ დონეზე დავიდა მსჯელობა, რომ თურმე აი როგორ ცხოვრობენ დასავლეთში, ყველაფერი აქვს. და ჩვენ როგორ ვართ ჩამორჩენილები. და საქმე იმაშია, რომ იმათ რო არ ქონდათ უფასო განათლება, იმათ რო არ ქონდათ უფასო ჯანდაცვა და უფასო კიდევ ბევრი სხვა რამ, ამაზე ფიქრი არავის არ უნდოდა. ეს როგორ შეიძლება საერთოდ ამაზე ფიქრი? აი ის იყო მთავარი, როგორ გვექცევიან თურმე ჩვენ არა გვაქვს ეს და ეს და თავისუფალი მიმოსვლა მთელ მსოფლიოში. აგერ ხო გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა? ნახე, ნახევარი ქვეყანა გავკარგეთ, ნახევარი მოსახლეობა გასულიყო. იქამდე მიდის საქმე და ისე მიყვარს საქმე, რომ დაბრუნებასაც არ მოინდომენ. აი ამ მდგომარეობაში ვართ. აი ამ პრიმიტიულ დონეზე დაიყვანეს მაშინ ადამიანების გონება. და სამწუხაროდ ამ ექსპერიმენტმა, გაიხსენეთ, ამ ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო. ის ადამიანები და მათი შთამომავლები, რომლებიც უკვე ვეღარ აცნობიერებდნენ, როგორი უპირატესი პირობებით ცხოვრობდნენ დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, ბოლოს დაკაბალებულები აღმოჩნდნენ ბანკებში, საბანკო სისტემით, ქართული ბანკების მიერ და არა მარტო, და მათი პატრონების, ვინც აკრედიტებდა სათანადოდ ამ ბანკებს. აი ეს არის საკუთარი უარყოფა და სხვისი გაფეთქება. ეს არის ის შედეგი, რაც მივიღეთ. თავისუფლების ინსტიტუტმა ასევე ინსტრუმენტული როლი ითამაშა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯადოქრებისა და სხვადასხვა გურუების მობილიზებაში, რომლებმაც კარგად დახვეწეს და გამოიყენეს ადამიანის უძულება, წაეშალათ ყოველგვარი მორალი და პატიოსნება. გაღვიძებოდათ ქურდობისა და ძარცვისკენ მიდრეკილება. გაუცნობიერებლად საკუთარი ოჯახისა და ახლობელი სოციუმისა და საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა. რომ წარმოგიდგენიათ და თუ გაიხსენებთ და დააკვირდებით იმას, რაზეც ვსაუბრობ ახლა, და გადახედავთ წლებს, განსაკუთრებით უპროსითაობა, ნათლად დაინახავთ, რომ თავისით ეს არ მოხდებოდა, რომ არა გარე ძალებისგან ის შემოგდებული ნარატივები და პროცესი, რომელიც ჩვენმა ხალხმა სრულად მოუმზადებელმა ასეთი პროცესებისთვის აიტაცა და დავიწყეთ საკუთარის დანგრევა და ერთმანეთის განადგურება. და აუცილებელი არ არის ამისთვის, მაინც და მაინც იარაღი ეჭიროს ადამიანს. სიტყვა კლავს ადამიანს, ქმედება კლავს ადამიანს. და ეს იყო თავარი მიზანი მათთვის, რომ საზოგადოება ყოფილიყო, როგორც თავიდანვე ვთქვი, გაურკვევლობაში, როდესაც დაინახავდნენ უპერსპექტივობას და ჩაებღაუჭებოდნენ ყველაფერს, რასაც დასავლეთი შემოგთავაზებდა. ეს იყო მათი მთავარი მიზანი, რომ ყოფილიყავით მართვადები. ამას მიაღწიეს კიდევაც მრავალი ათეული წლის მანძილზე. ამ თავისუფლების ინსტიტუტმა ასევე გამოიყენა ნაცისტური ოკულტური დივიზიის ანენერბეს წევრებისგან მიღებული მრავალი მისტიკური ცოდნა, საიდუმლოს მოპოვების მეთოდი. თუ წაკითხული გაქვთ თეთრი ლამა, ჩემი რომანი, ის იყო მეორე რომანი, რომელიც დაწერილია ციხის საკანში, იქ ბევრ რამეს ხვდები ამის შესახებ, როგორ მუშაობს ეს პროცესი, როგორ ზემოქმედებს ადამიანებზე, სრულიად ნორმალურ ადამიანებზე, გაწონასწორებული ფსიქიკით, მაგრამ რამდენად მოწყვლადები ხდებიან ისინი, როდესაც ასეთი ზემოქმედება ხორციელდება მასზე, დისტანციურად თუ უშუალო კონტაქტით. ამიტომ ვისაც არ წაკითხავთ და მოგეცემათ საშუალება, მოიძიათ ეს წიგნი, არ ვიცი კიდე იყიდება თუ არა, და წაიკითხეთ აუცილებლად. ამ ინსტიტუტის და ფრანკფურტის სკოლის ყველაზე ცნობილი განვითარება იყო MK Ultras პროექტი, რომლებმაც შექმნეს და მთელ მსოფლიოში გაავრცელეს სინთეზური ნარკოტიკი LSD-25 და კიდევ ერთი ფსიქოდელიური პრეპარატი psilocybin და ითიც ბევრი გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან. მათ ჩაუყარეს საფუძველი ქვეყნისა და საზოგადოების გაწმენდის ასეთ ფორმას, რომელსაც ახლა ვხედავთ აშშ-ის ქუჩებში, განსაკუთრებით კალიფორნიაში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დაყრილი ხალხის სახით, რომლებიც უბრალოდ ბიოლოგიურ მასად გადაიქცნენ. მათზე ვეღარ იტყვი, რომ ისინი ადამიანები არიან, იმიტომ რომ გათიშული არიან სრულად ცხოვრებისგან
აზროვნებისგან და ერთი მოთხოვნილება აქვს მხოლოდ ბიოლოგიური და მეორე იყვნენ სრულიად მოწყვეტილი სამყაროს რეალობას, ცხოვრების რეალობას. მორჩა და გათავდა ისინი უკვე ამ ქვეყნიურები აღარ არიან. თანაც იქ მთელი ოჯახები არიან. მშობლები, შვილებით და არ გამოგვიცხარო შვილიშვილებითაც უკვე. გასაგებია რომ ისინი ასე ასრულებენ თავის ამ ქვეყნიურ ცხოვრებას. მაგრამ თუ ექნებათ რეინკარნაცია, ვინ იქნებიან ისინი შემდეგ ცხოვრებაში? არავის. ამას აქ გარნახობს ბიბლია. სწორედ ამ ბოროტმოქმედმა თეთრხალათიანებმა შეუწყეს ხელი მუსიკაში, მხატვრობასა და სხვა ხელოვნებაში პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მოძრაობის შექმნას და მთლიანად შეცვალეს მსოფლიო კულტურა. წინა პლანზე წამოწიეს ცხოველური ინსტინქტები და რაც ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, თავს მოახვიეს ეგრეთ წოდებული თანამედროვე სახვითი ხელოვნება და სკულპტურა. მთელ მსოფლიოში გამოტენეს ამ სიგიჟითა და ჯართით მილიონობით კვადრატული მეტრი საგამოფენო დარბაზები. წარმოგიდგენიათ დაჟანგებული საწოლის თავი ან საწოლის ბადე, რომლისგანაც თითქოს ქმნიან რაღაც ახალ სკულპტურას და პირდაპირ ჯართია შეყრილი. რასაც რომ ჩააბარებდი, პირობითად აიღებდი 10 ლარს, იქ ამ ჯართში იხდიან 1000-ობით და 10,000-ობით დოლარს. აი ამ სიგიჟემდე მიიყვანეს ხალხი, რომელსაც არანაირი არც მხატვრული, არც სულიერი და არც სხვა ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ აი ასე აურიას ადამიანებს გონება განწყობა. და ან ისეთი ნახატებია ვერ ამოიცნობ. რის თქმა უნდა მხატვარს, თუ საერთოდ მხატვარს. იგივეა ერთი კათხა საღებავი, არეული საღებავი შეასხა კედელს და მე რაც დაილექება თუ ჩამოიწოთება და ის შეაშრება, ის იქნება უკვე ხელოვნება. აი აქამდე მივიდა საფხარო და ეს არ მომხდარა თავისით. ამას ჰქონდა წინაპირობა და კარგად შემუშავებული გეგმა. იმიტომ რომ ეს გეგმა შემდეგში უკვე ვითარდება სხვადასხვა კიდევ პროცესებში. და სამწუხარო კიდევ ის არის, რომ ამ ყველაფერს ბოლო არ უჩენს. რადგან ადამიანებს უბრალოდ გამოულაყეს გონება, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ რეალობა საცდენილები არიან. და ვერც ეთქვი ასეთ ადამიანს, რომ შენ რეალობას ხარ აცდენილი. ჩაგარტყავს თავში რამეს. იმიტომ რომ იმდენად აგრესიულები ხდებიან. ჩვენ ყველა ჩამორჩენილები ვართ და ისინი არიან ძალიან ბოდიშის ლეგზე პრადვინუდები. ასეთები საქართველოშიც ყავს სხვათა შორის. გაიხსენეთ, ვიღაცის გვარები მაშინ ამოტივტივდება, რამდენად წინ წასწრებულები არიან. რომლებაც საკუთარ თავსაც გაუსწრეს, საზოგადოებასაც და მე მგონი ამერიკელებსაც გადაასწრეს ამ პროცესში. მოდით ახლა გადავიდეთ ყველაზე ცხელ ამბებზე და ამის გამომწვევ მიზეზებზე და ამ მიზეზების შემქმნელ პერსონაჟებზე. და რა თქმა უნდა ტრამპზეც მოგვიწევს საუბარი და იცით როგორც ვეძახი ტრამპს და რამდენი გადაცემა გავაკეთე ალბათ ისიც გახსოვთ, რამდენი მომართო თქვენს მიმართ დემენციიდან ალცგეიმერამდე და ალცგეიმერიდან დემენციამდე. ხომ დასტურდება ეს ყველაფერი. ის გამოტანილი მისთვის განაჩენი და ის დიაგნოზი რაც დაუსვი, სანამ თავის კაბინეტში შევიდოდა, მართლდება თუ არა. მე მინდა რომ დაწეროთ კომენტარებში. აუცილებლად დაწერეთ. მაინტერესებს თქვენი აზრი. ვისაც გაქვთ ნანახი და მოსმენილი ჩემი მომართვები თქვენს მიმართ რუსულ და ქართულ ენებზე. მინდა რომ შეაფასოთ. მიდის თუ არა ასე საქმე. როგორც მე ჯერ კიდევ არჩევნები იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ჯერ კიდევ კანდიდატი იყო ეს ტრამპანოვი და სადამდე მიიყვანა დღეს საქმე. და გავასწრებ მოვლენას და ვიტყვი რომ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების არსებობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ალბათ პირველ რიგში იმას უნდა გაესვას ხაზი, რომ ეს ომი უკავშირდება ორი პოლიტიკური პერსონის კარიერის გადარჩენას. დიახ, და არა მარტო კარიერის. ეს არის მათი ციხიდან დახსნის მცდელობაც, რომელიც მათ რეალურად ემუქრებათ. ეს არის თქვენთვის კარგად ნაცნობი, უკვე თქვი დონი ტრამპი, ტრამპანუტი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ.
რეალურად ამ ორი პერსონაჟის ამბიციებს უკავშირდება ეს ავანტურა და მათ ავანტურას ეწირება ამდენი ხალხი და არა მარტო სპარსეთის ყურის ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. იმ პარანოის სისტემა, რომელიც შექმნეს, კიდევ ბევრ სხვა რამეზე იმოქმედებს და აი ახალი მაგალითიც. ეპშტეინის დოსიე. ალბათ უკვე ბევრი კადრი ნახეთ, ბევრი წაიკითხეთ, ბევრი მოისმინეთ და გასაკვირის არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესოა, რომ მთელი ამერიკული ელიტა ჩართული იყო ამაში. და არა მარტო ამერიკული, ბრიტანული, ევროპული და მათ შორის ისრაელის ელიტაც ჩართული იყო ამ სიბინძურეში და მრავალი წლის მანძილზე ხდებოდა ეს პროცესი. ეპშტეინის დოსიემ კი ჯერ პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია, ახლა კი ცხელი ომის ფაზაში გადავიდა. მანამდე კი ეპშტეინის ახლად გაღვივებული სკანდალი პირდაპირ ცხელი ღოზელივით იყო და ხელში ვერ ეჭირათ. მაგრამ ეხლა ცოტა დაალაგდა სიტუაცია, როიტყვიან ეს ამღვრეული წყალი დაიწრიტა და უკვე ნათლად გამოჩნდა ვინ არის. მანამდე კი ეპშტეინის ახლად გაღვივებული სკანდალი რომ გადაეფარა, ტრამპი, იგივე ტრამპანუტი იძულებული გახდა, რომ მადურო მოიპარა. ანუ უნდა სასწრაფოდ გადაეფარა რაღაცა ისეთი მოვლენით, რომელიც აქცენტებს გადაიტანდა სხვა პოლიტიკურ პროცესზე. გარკვეულწილად მიაღწია, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანა ამ ოპერაციის შედეგმა მედიაში, რადგან ამ ამბავმა დიდხანს ვერ შეინარჩუნა მსოფლიო მედიის უპირველესი ყურადღება და ისევ მიუბრუნდნენ ეპშტეინის კუნძულს და მის დოსიეს. ამიტომ საჭირო გახდა მისი სასწრაფოდ გადაფარვა და დღეს რაც ხდება სპარსეთის ყურეში, სწორედ ამის შედეგია. ომი თითქოს ახლა დაიწყო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აშშ-მ ეს ომი უკვე წააგო. და აი რატომ? იმიტომ რომ ირანის განადგურება შეიძლება, მაგრამ ირანელი ხალხის დამარცხება შეუძლებელია. ირანულ ჯიხადს ამერიკა ვერ დაამარცხებს. მათ არ აქვს სათანადო რესურსი, რომ ყველგან მისვდნენ. ვერც იდეოლოგიურად დაამარცხებენ და ვერც ცეცხლითა და מחვილით. აი რა შარში გაფას თავი ტრამპმაც და ნეტანიაჰუმაც. მაგრამ ამავე დროს მათ ელიტებს ემუქრება დიდი საფრთხე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელიტას, ისე ისრაელის ელიტას და მათ შორის იმ მხარდამჭერებს, რომლებიც ყავთ ევროპაში. და რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, ვაშინგტონის ადმინისტრაცია ალცგეიმერის მძევალი გახდა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მთელი წელი ვსაუბრობ. თუ ტრამპი არ მოაცილეს სასწრაფოდ და საერთოდ ეს პოლიტიკური ელიტა მათ შორის, მაშინ აშშ მიექანება თვითგანადგურებისკენ. ესეც ფაქტია. და რამდენიმე წლის წინ საქართველოს რამდენიმე ტელევიზიაში მისაუბრე ამის შესახებ და ჩემს მიმართვებშიც არაერთხელ მithქვამს. და აქეთ მიექანება ყველაფერი. მსოფლიო პოლიტიკური მიწისძვრა, რომელიც აგერ უკვე 4 წელია მიმდინარეობს, ახლა დაემატა არანაკლებ წავე გამოწვევა ირან-ამერიკა-ისრაელის ომით, რომელშიც არაბული ქვეყნებიც ჩაითრიეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ხდება ახლა ვაშინგტონში, როდესაც მათი უძლეველობის მითი თავზე დაემსხვრათ. როგორ რეაგირებს ამაზე დონალდ ტრამპი, ტრამპის ადმინისტრაცია, ამერიკის საზღვაო ჰეგემონიის მიმართულ გამოწვევებზე. მაშინ, როდესაც ამერიკის ფლოტზე დაფუძნებული სამხედრო უპირატესობა და მსოფლიო ბატონობა წარსულს ჩაბარდა. დიახ, წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ომში ავიამზიდები კარგავენ იმ უპირატესობას და რეალურ ძალაუფლებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნეს. ჩვენ ბატონ გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილთან თუ გინახავთ ჩემი მასთან სტუმრობები, არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ. საერთოდ ამერიკული შეიარაღება გამოირჩევა, რა თქმა უნდა, თავისი მაღალი სტანდარტებით, მაგრამ ამავე დროს ძალიან მაღალი ფასით, რომელიც უსწრებს რუსეთის შეიარაღებას ფასით და არა ხარისხით, ან თავისი წარმადობით, არამედ ფასით 10-ჯერ და 20-ჯერ და უბრალოდ მათთვის ომი ხდება არარენტაბელური. აი ისევე, როგორც ახლა მოხდა ეს ირანში. ანუ
მათთვის გარკვეული ოპერაციის ჩატარება უკვე იგივე დაუჯდათ, რაც პირობითად ერთწლიანი ომი დაუჯდებოდა რუსეთს. ხომ წარმოგიდგენიათ? ანუ იმდენად კორუმპირებულია ეს ქვეყანა და მთელი ჯაჭვი პოლიტიკური სისტემიდან საწარმოებამდე, სადაც ყველას თავისი ლობისტური ორგანიზაცია უზის ამ ჯაჭვში შეკვეთიდან შესრულებამდე, სანამ ეს შეერაღება მივა ან სამხედრო ბაზამდე, ის ხდება უკვე კოლოსალური თანხისა. და თუნდაც რომ შევადაროთ, ირანის ჯარისკაცის შეიარაღება პირობითად თუ ჯდება თავიდან ბოლომდე, მისი კვება, ჩაცმა და ასე შემდეგ, თქვათ $1000, სულ, ხო? ამერიკელი ჯარისკაცისა ჯდება დაახლოებით $25000. ეს თუ არის მოკლევადიანი ომი და თუ გრძელვადიან ომში გადაიზრდება, ეს უკვე აუწეველი თანხა იქნება, რომელსაც ვერ მოერევა სახელმწიფო. მით უმეტეს, როდესაც ამხელა ვალი აქვს სახელმწიფოს და ყოველდღე იზრდება და ჯერ არ ჩანს გამოსავალი თუ როგორ დაფარავენ ამ ვალს. ანუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დგას ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. და არა მარტო პოლიტიკური ლიდერების, როგორც უკვე თქვი, საკუთარი გადარჩენაზე ფიქრობენ და მითო წამოიწყეს ეს ომი. არამედ როგორ დამთავრდება ეს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ამის მომსწრენი გავხდებით უახლოეს ხანში. და იმას ვამბობდი, რომ ჩვენ გენერალ ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილთან არაერთხელ ვისაუბრია ამ საკითხებზე, რამდენად წინ უსწრებს თვითღირებულებით რუსეთის და ჩინეთის შეიარაღებებს, მაგრამ ხარისხით მაინცსა და მაინც ვერ უსწრებს და ხშირ შემთხვევაში ჩამორჩება კიდევაც. და ეს შეიარაღებაში სხვაობა, რომელიც 5-ჯერ, 10-ჯერ და 15-ჯერ და ზოგ შემთხვევაში 20-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღება, უკვე არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ქვეყნებთან. მით უმეტეს, როდესაც თუ ბრიქსის ფორმატში შეიქმნება რამე ერთობლივი სამხედრო ძალა, ეს დაუმარცხებელი ძალა გახდება ყველასთვის, ყველა კოალიციისთვის, ნატო დაარქვით თუ რაც კიდევ. ხომ ხედავთ, რომ პერსპექტივა არ აქვს, ისეთი დაპირისპირება აქვს შიგნით ერთმანეთში. და უკვე გითხარით, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, თანაც ამან ყველაფერს კორუმპირებას მისცეს გამართლება ლობიზმის ხარჯზე, რომ ყველას ინტერესები ჯაჭვში დაეკმაყოფილებინათ. კონგრესმენების, სენატორების, ჩინოვნიკების, ბიზნესმენების, ბანკირების და ასე შემდეგ. ყველა რგოლი და ამიტომ აუწეველი ხდება, რომ ვეღარ მოერევიან ამ თვითღირებულებას, იქამდე მივიდნენ. და ამიტომ მათი რაკეტები და სარაკეტო კომპლექსები, რომლებსაც სრულად არ აქვთ უპირატესობა ან რუსულზე, ან ჩინურ კომპლექსებზე, 10-ჯერ, 15-ჯერ და 20-ჯერ უფრო ძვირია. ამიტომ რა პერსპექტივა აქვს თვითონ განსაჭეთ. აღარ ვლაპარაკობ ხელფასებზე, რომლებსაც უხდიან მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ჯარში სერჟანტიდან დაწყებული ოფიცრამდე და რას უხდიან ჩინეთში, კორეაში ან რუსეთში თავის ჯარისკაცებს. ანუ ის თანხები, რაც აქვს სამხედრო კომპლექს გასანაღდებლად, პრაქტიკულად იგივე თანხა აქვს რამდენიმე ქვეყანას ერთად აღებულს. და შეუძლებელია მათი ომი. ამიტომ უნდათ პატარა ომები და აჩვენონ თავისი სიძლიერე, მაგრამ გამოჩნდა პირიქით ყველაფერი, რომ არიან სრულიად სუსტი, მოუმზადებელი და აბსოლუტურად არ შეუძლიათ იმისი განხორციელება, რაზეც ამდენს ბაქიბუქობენ. იმიტომ ერჩივნათ სხვათა შორის ვენესუელასაც კი ვერ დაამარცხებდნენ. თუ გარკვეულწილად გვერდში დაუდგებოდნენ ჩინეთი და რუსეთი, მაგრამ ამიტომ გადაწყვიტეს მადუროს მოპარვა და მძევლად აყვანა ვიდრე რაიმე საომარი მოქმედებები. ეს არის მატერიალური სახე. არ გაგიკვირდეთ, რომ ისინი ყველას გაწირავენ თავისი კეთილდღეობისთვის. მათ ირანში გამარჯვების შანსი არ აქვს. არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ისრაელს ცალ-ცალკე
მით უმეტეს და ვერც ერთად. იმიტომ რომ არც სიმართლეა მათ მხარეს და არც შეერაღების უპირატესობა, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებიან ასე. თქვენ იცით რომ მათი პროგრამა ეპიკური ბრისხანება ისინი პრაქტიკულად ჩაფლავდა. ეს ეპიკური ბრისხანება ალბათ შეუტრიალებად სულ მალე სასამართლოების სახით არა მარტო ტრამპს და მის ოჯახს, არამედ მის გუნდსაც. შეიძლება ჯეიდი ვენსმა უკვე დისტანცირება მოახდინოს და თქვას რომ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით ამ ომის გაჩაღებაში. ალბათ სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ეს შეიძლება გააკეთოს, იმიტომ რომ გადაერჩინონ საკუთარი თავი და პოლიტიკურ პროცესებზე შეინარჩუნონ გავლენა. და ბოლოს, ახლა მითხარით, ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ 1992 წლის აფხაზეთის ომის პროვოცირება მოახდინეს ამერიკელებმა და სწორედ ამიტომ ჩამოაგდებინეს ხუნტას გამსახურდიას ხელისუფლება. მაგიტომაც ჩამოიყვანეს მას შემდეგ შევარდნაძე. მაგიტომ მოწამლეს ანატოლი კამკამიძე, რომელიც რეალურად ხელმძღვანელობდა საომარ მოქმედებებს აფხაზეთში და მას შემდეგ რაც ანატოლი კამკამიძე იქ დაინიშნა სარდლად აფხაზეთის ომში, მას შემდეგ იქ აღარავინ ჩასულა. არც კიტოვანი და არც ჯაბა იოსელიანი. შევარდნაძე ჩადიოდა და იყო რამდენჯერმე ჩასული. მაგიტომ მოწამლეს ანატოლი კამკამიძე, რომელმაც შეაჩერა ფრონტის ხაზი სოხუმში და ოდებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. როგორც ამას ეუბნებოდა თვითონ გრაჩოვიც. მე არაფერი არ შემიძლია პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა. არადა გრაჩოვი მანამდე იყო ანატოლი კამკამიძის ერთ-ერთი ოფიცერი უკრაინის სტრატეგიული დანიშნულების დივიზიაში. მას ყველა კარგად იცნობდა. ის იყო სარდლის უფროსის მოადგილე, ამ დივიზიის სარდლის უფროსის მოადგილე. ეს იყო ყველაზე სტრატეგიული დივიზია, რომელიც იყო განთავსებული ლვოვში. და საქმეც იმაშია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, მაგრამ ჭირდებოდა სრულიად სხვა გადაწყვეტილება. ამიტომ მოწამლეს ანატოლი კამკამიძე და რომლის შემდეგაც მან დატოვა საქართველო და გაფრინდა ლვოვში, მოსკოვის გავლით და აიძულეს საქართველოდან წასვლა. რეალურად შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებით მათ ჩააბარეს და ქართულმა მხარემ ჩააბარა იარაღის ჩახმახები, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას და ამის შემდეგ და კიდევაც ნაკლებ დროში განახლდა საომარი მოქმედებები და ჩვენ დავრჩით ჩახმახების გარეშე, როგორც საარტილერიო დანადგარებზე, ასევე ტანკებში და ასევე პირადი საბრძოლო იარაღები აღმოჩნდა ჩახმახის გარეშე. ეს რას ნიშნავს? რომ ელოდებოდნენ სარდლის მოკლას, ან გაგდებას, ან მის განთავისუფლებას, რომელიც უნდა გაეკეთებინა შევარდნაძეს და შევარდნაძე პრაქტიკულად დათანხმდა ამას, როდესაც იმის მაგევრად მოეხსენებინათ, რომ ეს კაცი მოწამლულია და ვერ გამოდის სახლიდან, სრულიად სხვა რამე უთხრეს, რომ ვითომ დათვლა და ვეღარ გამოდის სახლიდან. და პრაქტიკულად ამით გამოუტანეს მას განაჩენი, მაგრამ რეალურად ამით საქართველოს გამოუტანეს განაჩენი. იმიტომ რომ დაწვრილებით ვიცი რა იყო და როგორ იყო გამოხდა. მაგრამ როდესაც შევარდნაძემ განაცხადა უარი კონფლიქტის განახლებაზე, რომელიც სჭირდებოდათ ამერიკელებს და ეს იყო უკვე 2003 წელს, მან უკვე გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს და თავის პარტიას, რომლის შემდეგაც ხელისუფლებაში მოიყვანეს სააკაშვილი და მისი გუნდი, რომელიც თვითონვე შეუქმნეს. 2004-ში უნდათ საომარი მოქმედებების დაწყება, რომელშიც ზურაბ ჟვანიამ შეუშალა ხელი და შეეწირა კიდევაც ამას, თორემ ცდილობა იყო უკვე მაშინ შევარდნილიყო მცხეთბარში, მაგრამ ზურაბ ჟვანიამ გააჩერა ეს პროცესი და გამოვიდა ისე, რომ შეეწირა. მაგრამ იგივე გაიმეორეს 2008 წელს და სწორედ ამას შევეწირებდნენ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ომს აპირებენ და არ გაბედოთ რაიმის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიტყუებენ ამ ომში და დავიღუპებთ. მაგრამ ვინ მოგისმინა? და ვინც მე 2007-ში გამომკეტა, მე ადრეც მithქვამს ეს, მან აიღოს საკუთარ სინდისზე და საკუთარი ოჯახის სინდისზე ის, რაც შემდეგ მოხდა 2008 წლის აგვისტოში. 2010 წელს ამერიკელებს კიდევ სჭირდებოდათ ახალი ცხელი წერტილიდან
ითხოვდნენ სააკაშვილისგან ყოფის განახლებას. ისე უკვე არა მარტო ცხინვალში, არამედ აფხაზეთის მიმართულებით. მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან ხელი ჰქონდა მოწერილი კაპიტულაციაზე და ის საომარ მოქმედებებს არ განაახლებდა. ამიტომ 2010 წელს დაიწყეს და შექმნეს სტალიამინის კომისია, რომელმაც განაჩენი გამოუტანა სააკაშვილსაც და საქართველოსაც, რომ ომი თურმე 2008-ში დაიწყო საქართველოში. არადა ეს მთლიანად მომზადებული და განხორციელებული იყო ამერიკელების მიერ. მას შემდეგ უკვე აღარ იყო საჭირო სააკაშვილი, რადგან მან უკვე გამოამჟღავნა თავისთავად, რომ აღარ ემორჩილებოდა, რადგან ერთხელ უკვე ჩაითრიეს, რაც წვენი ციცულია და რაც მოუვიდა საქართველოს, აღარ უნდა იმავე ფოცხზე დაებიჯებინა ფეხი. ამიტომ მოიყვანეს ივანიშვილი და ჩაანაცვლეს მისით სააკაშვილი. ხო და მე არ მოყვები ახლა იმას, მან რომ გამოაცხადა, რომ შემოვდივარ პოლიტიკაში, რა წერილი მივწეროდა, რატო? სწორედ ის წერილი იყო მნიშვნელოვანი, რომ გამეფრთხილებინა იგივე ფოცხზე არ დაედგა ფეხი. მაგრამ ვინ მოგისმინა? ხო და რეალურად დღეს ის სიტუაცია, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებათ, რომ საქართველო ჩაეთრიონ ომში. ყველაზე მეტად. იმიტომ რომ არ უნდა განელდეს რუსეთის გარშემო ცხელი წერტილები და მათ შორის ირანში დაწყებული ეს პროცესი გადმოვიდეს კავკასიაზეც. და აქ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ აზერბაიჯანმა, რომელსაც უკვე რეალურად აქვს მითითება, რომ დაიწყოს საომარი მოქმედებები ირანის წინააღმდეგ. და ეს გარკვეულწილად გადმოედება საქართველოს. ან თუ არა საქართველოს უნდა დამოუკიდებლად იმოქმედოს და დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები თავისივე ტერიტორიაზე. ხომ გესმით? რა უბედურების ტალში ვართ მოქცეული. ხო და თუ ამას არ განახორციელებს ივანიშვილი, უნდა მოველოდოთ სრულიად მოულოდნელ განვითარებასაც. დღეს ჩვენ ვიცით, რომ თვითონ ივანიშვილი გაორებულ მდგომარეობაში, რითიც დავიწყე დღეს გადაცემა. იმიტომ რომ გაურკვეველია მისთვის ბევრი რაღაცა. კაპიტალი ნაწილი, დიდი ნაწილი დაპატიმრებულია, თვითონაც გაურკვეველ სიტუაციაშია და მას არავინ ისაუბრება და ძევალია როგორც თავისი მდგომარეობის, პოლიტიკური მდგომარეობის, ისე ძევალია საკუთარი კაპიტალისა. და ყოველწუთს მოსალოდნელია ისეთი ქმედება, რომლის გათვლაც ახლა გაუჭირდება თვითონაც, მისი გუნდის წევრებსაც, მის სპეცსამსახურებსაც, მისი იმიტომ ვამბობ, რომ ყველა მას ექვემდებარება და როგორც არაფორმალურ მმართველს და მე ამაზე არაერთხელ მითქვია, ეს არის ყველაზე სამართლიანი მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც არაფორმალური მმართველი ყავს და თავის ნებაზე ატრიალებს სიტუაციას, მაგრამ და სამწუხაროდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ასეთი გადაწყვეტილებებით, ასეთი ქმედებებით თუ უმოქმედებით. და მე არაერთხელ მიმართავს და მომიმართავს ყველასთვის, ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა რუსეთთან. ამის გარეშე ჩვენ აღმოჩნდებით უმძიმეს სიტუაციაში და მე უკვე გვიანი იქნება გულზე ჯიღისცემა. იმასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში, ეს ომი ირანთან დაწყებული ასე სწრაფად არ გაჩერდება და რატო? იმიტომ რომ ტრამპისა და ნეტანიაჰუსთვის ომის შეჩერება და მათი საბრალდებო სკამზე აღმოჩენა ერთი და იგივეა. ერთისაც და მეორესაც. და სათანადოდ არა მარტო საბრალდებო სკამზე, არამედ ციხეშიც აღმოჩნდებიან. იმიტომ რომ მას უკვე საკუთარი გუნდის წევრებიც აღარ დაეცალება, მათ შორის რესპუბლიკელები კონგრესიდან და სენატიდან. იმიტომ რომ ის საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო კონგრესთან შეთანხმების გარეშეა და რომლის წინააღმდეგებიც იყვნენ ძალიან ბევრი მისი პარტიის წევრები. ამიტომ ეს ომი გაიწელება. ამისათვის ისინი მზად იქნებიან, რომ იტყვიან ყველას თავებზე გაიარა. უამრავი ცხედრები დაყარონ მიწაზე. და არა მარტო ირანში, არამედ ყველა ის სუბიექტები თუ კონკრეტული ობიექტები, რომლებიც ხელს უშლიან მათ გეგმებს. ამასაც უნდა გაუწიოთ ანგარიში. და ერთ-ერთი მათი მოსაზრებით მთავარი ცხელი წერტილი უნდა იყოს საქართველო. ამაზე რატომღაც არ საუბრებენ ჩვენი საქართველოს ექსპერტები,
რომლებიც ყველაფერზე საუბრობენ ამის გარდა. ერიდებათ ალბათ, ამ ეშინიათ ამაზე საუბარი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების რისხვა არ დაიმსახურა. მე ამას უწევ ანგარიშს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც ყველაფერია დღეს მოსალოდნელი. მათ შორის მათ წინააღმდეგაც. და მათ სიფრთხილეს მე უწევ ანგარიშს, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რომ როგორ მოქმედებთ. ადრეც ვისაუბრე ამის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ვინმეს თუნდაც არაფორმალური წინააღმდეგ განახორციელოს რაიმე ქმედებები, უკანონო ქმედებები ან რაიმე სამხედრო ქმედებები. ჩვენ არ უნდა დაუშვათ ეს. თუ ვინმეს აქვს ოპოზიციიდან ინფორმაცია თუ ზოგადად მოქალაქეებს, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული. ჩვენ არ უნდა დაუშვათ. თუ პასუხი აქვს მოსათხოვი, ისევ ქართულმა ხალხმა მოსთხოვოს პასუხი ყველაფერზე. კი, ბევრი ამბობს, რომ ფეხებით არის დასაკიდული. შეიძლება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ ეს მოხდეს ვინმეს მიერ გარეძალებით. მან უნდა აუხსნას თავის ქვეყანას და თავის ხალხს, თუ კიდევ თვლის საქართველოს მოსახლეობას თავის ხალხად, უნდა აუხსნას, როგორ აპირებს სიტუაციიდან გამოსვლას. არა იმას, როგორ დაიხსნას და გადაარჩინოს საკუთარი კაპიტალი, არამედ როგორ დაიხსნას და გადაარჩინოს საქართველოს ამ საომარი მოქმედებებიდან. არა რაღაცა პარტიული კონიუნქტურის გათვალისწინებით, არამედ რეალურად როგორ აპირებს ამის გაკეთებას. და მეორე, სასწრაფოდ უნდა გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ქვეყანაში. ყველასთვის. მათ ვინც უკვე უვიზოდ არიან შემოსულები საქართველოში, დაუწესოთ ვადა, როდის უნდა გავიდნენ ქვეყნიდან. როდის უნდა დატოვონ ქვეყანა. ის საცხოვრებელი კომპლექსების პროექტები, რომლებიც ვითომ არაბული ინვესტიციებით უნდა განხორციელდეს საქართველოში. არავითარი არაბული ინვესტიციები არ იქნება. ეხლა შეიძლება მეტი ინტერესი გაუჩნდეთ, იმიტომ რომ იბომბება იქ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაუშვათ ეს. იმიტომ რომ ჩვენ ვერ გაუძლებთ იმ ნაკადს, რომელმაც შეიძლება იხულოს და წამოვიდეს საქართველოს მხარეს. ამიტომ ეს დაუშვებელია და ეს პროექტების უნდა პირდაპირ მნიშვნელობით გაუქმდეს. და ეხლა არის ის მომენტი, რომელთა გაუქმების აუცილებლობაც დადგა. ყველა ქართველს და საქართველოში დაბადებულს, რომლებსაც უკანონოდ წაართვეს საქართველოს მოქალაქეობა, უნდა სასწრაფოდ დაუბრუნონ მოქალაქეობა და ქართული პასპორტები. იმიტომ რომ დღეს ქართველები ჭირდება საქართველოს როგორც არასდროს. ადრე არ გჭირდებოდა. ერთი ბატონ-პატრონი ყავდა, ერთს უნდა ემართა მან ყველაფერი, ერთის ფულის გადარჩენაზე უნდა იმუშავა მთელ ქვეყანას, დღეს სხვა მდგომარეობა. დღეს ის ქართველები, რომ შენი მტრები არ გახდნენ ბიზიდან, შენ უნდა ყველას აღუდგინო უფლებები. ისინი იქნებიან შენი დამცველები პირველ რიგში. სახლში თუ გარეთ. ამიტომ იზრუნი ამაზე სანამ ხარ. თორემ მე სხვა იზრუნებს. ასეც უნდა გესმოდეს. და კიდევ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე რუსეთთან. ჩვენი ტრადიციული მფარველი საქართველოს ქართველებს იყო და რჩება რუსეთი. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. დღეს ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ დაგვიცავს. მით უმეტეს ვერ დაგვიცავს ამერიკის შეერთებული შტატები. და ვისგან უნდა დაგვიცავს? საკუთარი თავისგან? თუ ირანისგან დაგვიცავს? თუ თურქეთისგან დაგვიცავს? ჩვენ ვართ მსხვერპლის როლში, რომელსაც გაწირავენ და გაწეწავენ. და თუ ამას არ შეისმენთ, მე თქვენს თავს დააბრალეთ და აიღონებათ პასუხისგებლობა, ვისაც გონიათ, რომ ყველაფერი აჟურშიათ და ყველაფერი კარგად აქვთ. რადგან პირადად მას არ შეეხნენ და ანგარიშებიც აქვთ და თითქოს ჯერ არავინ არაფერი არ მოკითხა, ეგ არაფერს არ ნიშნავს. აუცილებლად მოკითხავენ. იმიტომ რომ დადგება საათი X-ი, სადაც აღარ იქნება ამ მდგომარეობიდან თავის დაძვრენის შესაძლებლობა. პირდაპირ გეუბნებით. და კიდევ ადრეს მithქვამს და ახლა კიდევ გავიმეორებ. შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. და ყველას უნდა მიეცეს საშუალება ქართველს, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებრივ ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში, ყაზახეთში თუ კიდევ სხვა ქვეყნებში, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ეს აუცილებელია. ბიზნესი საქართველოს ვეღარ იქნება შენი ბოსტანი. კი ვიცი რა განწყობა აქვს ხალხს, რომ უნდათ შენი ფეხებით დაკიდება, მაგრამ მე ამის წინააღმდეგია. პირიქით დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ
შენს დაგიწოთ, შენი ოჯახიც და მათ შორის ხელისუფლებას არსებული, მაგრამ იმოქმედე კანონის ფარგლებში. იმოქმედე არა როგორც შემოჭრილობა დამპყრობელმა, არამედ იმოქმედე როგორც ქართველმა საქართველოში, რომელსაც აწუხებს საქართველოს ბედი და მომავალი. აი ეს არის მთავარი. და ეს უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, ვინ ხარ და რაც წარმოადგენდა, როგორ გააგრძელებ შენს საქმიანობას პოლიტიკურ არენაზე. თუმცა ისევ ჩრდილიდან, გამოდი ჩრდილიდან და დაენახე ხალხს და დაანახე, რომ მზად ხარ რაღაცა რეალური გააკეთო. აი ეს მინდოდა მეთქვა ყველასთვის. ყველას გასაგონად და არა მარტო ერთი კაცისთვის. მადლობა რომ ერთად ვიყავით და მე მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. და მთავარი ის გისურვოთ, რომ გარკვეულობაში იყოთ. გაურკვევლობაში ყოფნა, რითაც დავიწყე, არის ყველაზე მძიმე სიტუაცია ერისა და ბერისთვის, ხალხისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, როგორი იქნება ერთი კვირის თუ ერთი თვის შემდეგ ქვეყანა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება. და ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მისი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველები. ეს მინდოდა მეთქვა. მადლობა რომ ერთად ვიყავით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ნახვამდის.